სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაგთი კლუბში საზეიმო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული და მასში გამორჩეული ბიოგრაფიის აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლის რექტორები მონაწილეობდნენ. საზეიმო შეხვედრაზე სტუდენტებს საჩუქრად სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაჯილდოებას ტრადიციული სახე აქვს და ყოველწლიურად იმართება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ორგანიზატორს, თითოეულ კომპანიას, რომელიც დღეს იღებს ჩვენთან მონაწილეობას და ძალიან დიდი მადლობა იმ პრიზებისთვის, რაც გადმოგცეს და დაგვასაჩუქრა. ეს არის მოტივატორი იმისთვის, რომ მომავალში უკეთ ვისწავლოთ და ძალიან სასიამოვნო რომ ეს ასე დაგვიფასდა. ჩვენ ეს ტრადიციად ვაქციეთ, რომ ჩვენ აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შევხვდეთ, მოვეფეროთ, ჩავხედოთ ჩვენ მომავალს თვალებში. ძალიან ბევრი პრიზები არის. ჩვენ სპონსორები გვყავს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ორგანიზაციები მხარში გვიდგანან. ბავშვებს ყოველთვის გაახსენებს, რომ ეს მათი პირველი წარმატების საწინდარი ნივთებია. და ეს ჩვენი მომავალია, ეს ბავშვები ხვალ მოვაიყვანენ იმ ბედნიერ დღეს, როცა საქართველო გაერთიანდება. ჩვენ მათთან ერთად რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ ტრადიციებს გადავცემთ. სოკარი არაერთი წელია, რაც ხარში უდგას ზოგადად სტუდენტებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტებს. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა განათლების სამინისტროსთან. ვაფინანსებთ მრავალ სტუდენტს, უნაზღაურებთ სწავლის გადასახადს და უნიშნავთ სხვადასხვა სახის სტიპენდიებს. ჩემი აზრით, აღნიშნული მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი თანადგომით მათ შეუქმნათ სტიმული და мотиваცია, რომ მიიღონ შესაბამისი განათლება.